რა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ მაღალი არტერიული წნევა პანიკური შეტევების დროს. ალბათ უკვე იცი, რომ პანიკური შეტევა დაავადება არ არის. ეს არის ძლიერი შფოთვის შეტევა, რომლის დროსაც თქვენ გეშინიათ საკუთარივე შეგრძნებების. მარტივად რომ ვთქვათ, პანიკური შეტევების ხანგრძლივობაზე მოქმედებს საკუთარი სხეულებრივი შეგრძნებების შიში. პანიკური შეტევების დროს სისხლში გამოიტყორცნება ადრენალინი და ეს ადრენალინი მოქმედებს იმაზე, რომ თქვენი გული იწყებს სწრაფად პულსირებას. ადრენალინი ასევე ავიწყოვებს სისხლძარღვებსაც და ეს იწვევს წნევის მატებას. ანუ, თქვენი მაღალი წნევის მიზეზი პანიკური შეტევის დროს გულსისხლძარღვთა პრობლემებიდან კი არ არის, ეს არის ადრენალინი, რომელიც სისხლძარღვების შეკუმშვით მაღლას წევს თქვენს წნევას. შესაბამისად, წნევამ რომ დაიკლოს, თქვენ უნდა შეამციროთ შფოთვის დონე. შფოთვის დონის შესამცირებლად მომენტში არსებობს სუნთქვითი და დამიწების პრაქტიკები. მის მისაღებად კი დაწერე კომენტარში სიტყვა შფოთვა ან მომწერე პირადში და მე მას გამოგეცემ.